კიევში რუსული არმიის მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 20-ში ადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი პერიოდულად ცვალებადია. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონის საცხოვრებელი ზონები ნანგრევებადაა აქცეული. საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები უწყლოდ განაგრძობენ აგრესორის მძლავრი დარტყმებისას დაზარალებულთათვის და დაშავებულთათვის დახმარების გაწევას. მათ შორის კი არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. მოსკოვის სამიზნე კვლავ სამოქალაქო ობიექტები გახდა. კიევის დარნიცას რაიონში ფაქტობრივად სრულად არის ჩამონგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ათობით მოქალაქე ნანგრევების ქვეშ მოყვა. თავდასხმები განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამჟამად ნოვოდარნიცკის ქუჩაზე ვიმყოფები, სადაც რაკეტა პირდაპირ 9 სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დღეს რაკეტებითა და დრონებით კიდევ 20 მსგავსი დარტყმა იყო. 20 საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა, ან ნაწილობრივ ჩამოინგრა. დამსხვრევებისა და დამრტყმელი ტალღის შედეგად კიდევ ასობით სახლია დაზიანებული. კიევისთვის მორიგმა მძიმე ღამე მძლავრი აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმების ფონზე ჩაერა. უკრაინის დედაქალაქს 2 ივლისის გამთენი ისეს რუსულმა არმიამ შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუდია. სიცოცხლის გადასარჩენად მოქალაქეებმა დედაქალაქის მეტროსადგურებს თავი შეაფარეს. Какие эмоции могут быть? Ужасные. რა ემოციები უნდა მქონდეს? საშინელებაა. უბრალოდ მინდა მოვხვდე და აღარავის ვხედავდე. ამ და იმ ოთახებში ფანჯრები სულ ჩამტროულია. სამზარეულოშიც. ხედავთ რა ხდება. И шторы, ну все на свете, и в кухне. დილის 3-4 საათ შორის პერიოდში მოხდა. შენობა ძლიერად ირყეოდა, მძლავრი ვიბრაცია იგრძნობოდა პარკინგზეც, რასაც აფეთქება მოხვა. მაშინვე გასაგები გახდა, რომ რაღაც შორი ახლოს მოხდა. როგორც წინა იერიშებისას მოსკოვში ახლაც განაცხადეს, რომ მათი სამიზნე უკრაინელთა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა კიევი მომხდარს ტერორისტული თავდასხმებისგან არაფრით განასხვავებს. მასირებული იერიშების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება გააუქცელეს უკრაინის შეერებულმა ძალებმა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ვიზიტი დუბლინში, მას შემდეგ რაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია კიევზე ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მოსალოდნელი მასირებული იერიშების შესახებ. 1 ივლისს ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა გამოქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგის რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, თანაც მსხვერპლის უმრავლესობა რუსულ ჯარზე მოდის. კიევში მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმებით მოსკოვი ერთი მხრივ ცდილობს გადაფაროს ბრძოლის ველზე არსებული წარუმატებლობა, ხოლო მეორე მხრივ უპასუხოს უკრაინის შეერებული ძალების გააქტიურებულ დარტყმებს რუსულ ენერგოობიექტებზე. ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა კიევისთვის მორიგი ტრაგიკული ღამის შემდეგ ნუ გააჭიანურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რითაც შესაძლებელი გახდება რუსული აგრესიის შეკავება.